შემთხვევითი არ არის რომ ადამიანი რომ მღვდელი გახდეს წინამორბედი მღვდელმთავარმა ხელი უნდა დაასხას და ეს ხელდასხმა ფიზიკური შეხებითაც კი გამოიხატება. ეს თუ არ მოხდას განსაკუთრებული ლიტურგიკული მსახურების დროს აღესრულება ეს ჯაჭვი წყდება. ამიტომ დღევანდელი სასულიერო პირები, თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მოდიან პეტრე მოციქულიდან, იმიტომ რომ ანტიოქიის ეკლესიიდან მივიღეთ ხელდასხმა წმინდანინოს დროს, ანტიოქიის ეკლესია პეტრე მოციქულის დაარსებულია. მე რომ მღვდელი ვარ, ჩემი მღვდლობის უწყვეტი ხელდასხმა მიდის პეტრე მოციქულამდე. აი ეს უწყვეტი ჯაჭვი არსებობს. ხოლო თქვენ ერის ადამიანები ამ უწყვეტი ჯაჭვის ორგანული ნაწილი ხართ, იმიტომ რომ მირონცხებული ხართ და მირონცხებული ხართ მირონით, რომელიც მღვდელმთავრების მიერ არის, ესე იგი ნაკურთხი და მე მღვდლების მიერ ნაცხები. ამიტომ ჩვენ ვართ აი ეს უწყვეტი ჯაჭვი, მაგრამ ეს უწყვეტი ჯაჭვი ორნაირად გადადის, მადლის მიერად და სწავლებითად და პირადი მაგალითით. ამიტომ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს: გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომლებიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსასრული შემყურენი ბაძავდეთ მათ რწმენას. დააკვირდით როგორ ცხოვრობენ, როგორ ქადაგებენ და ბაძავდეთ რას? მათ რწმენას, რომელიც საქმეში უნდა ვლინდებოდეს, სიტყვაში უნდა ვლინდებოდეს და რა თქმა უნდა, აი ნათელში, რომელიც შიგნით უნდა არსებობდეს. ანუ ეს თუ არ არის, გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარი. თუ ადამიანი იტყვის, რომ მე მოძღვარი არ მჭირდება და თუ ადამიანს არ ყავს მოძღვარი, აქ დიდი კითხვის ნიშნები რჩება და აი აქ უკვე კიდევ ერთი კითხვის ნიშანი მოდის, რომელსაც ალბათ მე ახლა არ განვავრცობ, რას ნიშნავს ყავდეს მოძღვარი? ამ კითხვის დასმა უკვე უნდა თქვენ გიდასტურებდეთ, რომ ეს არ ნიშნავს მე ახსარებებს ვამბობ. ახსარების თქმა არ ნიშნავს, რომ შენ მოძღვარი ყავს.